ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები შეაფასა გორელმა პარლამენტარმა გენო პეტრიაშვილმა საპროტესტო აქციებზე, ევროპულ მომავალზე და არჩევნების შედეგებზე გაამახვილა ყურადღება. მისი განცხადებით აუცილებელია ქვეყანაში შექმნილი ქაოსის მალე დასრულება და მშვიდობიანად ქვეყნის მშენებლობის გაგრძელება. მე ვისურვებდი რომ მალე დამთავრდეს ეს ყველაფერი და ჩვენ ყველანი ვაშენებთ ჩვენ სახელმწიფოს ჩვენი ტრადიციით და კულტურით ვართ ევროპის ნაწილი, ევროპული ოჯახის და მე მალე იმას ვიტოვებ რომ ძალიან მალე გავხდებით ევროპული ოჯახის ახლა უკვე სრულფასოვანი და სრული წევრები, სრულფასოვანი ცოტა ისეთი სიტყვა, უფრო სრული წევრები და მე იმედი მაქვს რომ მალე დასრულდება ეს ქაოსი და ყველანი ერთად გავაგრძელებთ ჩვენ საქმეს და ჩვენი ქვეყნის მშენებლობას. მშვიდობიანი დემონსტრაცია და მშვიდობიანი მიტინგი ყოველთვის მისასალმებელია, ყოველთვის მიესალმებით ადამიანს გამოხატვის თავისუფლება აქვს. ეს არის მინდა გითხრათ რომ ქართული ოცნების უმთავრესი მონაპოვარი თქვენ თუ გახსოვთ და ჩვენ თითქმის ერთი თაობის წარმომადგენლები ვართ. კარგად გახსოვს წინა ხელისუფლების დროს რაც ხდებოდა და სიტყვის ამოღების, ხმის ამოღებისა ეშინოდა ხოლმე ქართველ კაცს. დღეს თავისუფლად შეგვიძლია გამოხატოთ ჩვენი უფლებები, გამოხატოთ ჩვენი აზრი და ეს არ უნდა გასცეს მშვიდობიან აქციას. და ეს არის თავი და თავი. მშვიდობიანად უნდა მოხდეს ყველაფერი და არ მოხდება ის რაღაცა პროვოცირებები. რაც შეეხება მათ მოთხოვნას, სრულად უსაფუძვლოა 2 მილიონზე მეტმა ადამიანმა მისცა მიიღო მონაწილეობა არჩევნებში, 1,100,000 ადამიანმა მისცა ლეგიტიმაცია ქართულ ოცნებას. და მათი ეს მოთხოვნა აბსურდულია, რადგან ამ ადამიანების არჩევანი იყო ის, რომ ქართულ ოცნება არის დღეს ხელისუფლების წარმომადგენელი და აქედან გამომდინარე მე ვერ ხედავ მათ რა საპროტესტებენ ვერ ხედავ. მე მესმის აქციებზე დგანან ბევრი გულწრფელი ადამიანიც, რომლებიც შეცდომაში არიან შეყვანილები. ამ ადამიანების უკან დგას სხვადასხვა პოლიტიკური გაერთიანებები, რომლებიც საკუთარ ოფისებში ზიან და მე ამ ახალგაზრდებს აკეთებინებენ საქმეს.